ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 6 ივლისით დათარიღებულ ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. მანამდე თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. კიდევ უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ის წლების განმავლობაში ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო, რაც უკავშირდება გიორგი ბახუაშვილის სუსის უფროსის მოადგილედ გადაყვანა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი ძალოვან უწყებებზე კონტროლს ამკაცრებს. ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძის მთავრობის პირობებში სუსში აღარ ყავდა თავისი უშუალოდ ნდობით აღჭურვილი პირი, მას შემდეგ რაც ლილუაშვილი ციხეში გაუშვა კობახიძემ და მას შემდეგ რაც დინარაძემ საკუთარი კადრები მიუყანა ამ უწყებაში, შესაბამისად ის საკადრო ცვლილება, რაც უკავშირდება მისი პირადი დაცვის წევრის სუსის უფროსის მოადგილედ გადაყვანას შსს-დან, არის გომელაურის გზა და აჩვენებს იმას, რომ სუსში მისი ნდობით აღჭურვილი პირი არის ასასოდ მნიშვნელოვანი მისი რეჟიმის უსაფრთხოებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც გომელაურის მაგალითზე შემდგომ დაწინაურებებიც გვინახავს ჩვენ იქნებოდა ეს სუსის უფროსის თუ შსს მინისტრის პოზიციაზე და ამიტომ აქ ახალი არაფერი არ არის. მეტყველებს ერთი მხრივ სამართალდამცავი უწყებების მენეჯმენტის მართვის კრიზისზე, ხოლო მეორე მხრივ ნდობის კრიზისზე, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის ნდობა არის მთავარი კრიტერიუმი, ასე იყო გომელაურის, ჩუბინიძის შემთხვევებშიც. ფაქტია, რომ სამართალდამცავი სისტემისთვის არაფერი შეიცვლება, სისტემა კვლავაც რჩება დამნაშავედ. ერთადერთი ცვლილება, რაც იქნება ივანიშვილისთვის არის ის, რომ მის უკანონო დავალებებს ვიღაც ნდობით აღჭურვილი პირი უფრო უკეთ შეასრულებს, ვიდრე სხვა მისი წინამორბედი. გზავნილი ერთია, რომ საკადრო პოლიტიკას განაგებს პირად ივანიშვილი, ახლა რა გზას გადის და გაივლის, ამას დრო გვიჩვენებს. უკვე ერთი თვე არც გასულა წინა პოზიციიდან, თანამდებობიდან. დღეს უკვე როგორც იხილა საზოგადოებამ სხვა თანამდებობაზეა გადაყვანილი, შესაბამისად დავულოდოთ უკვე რა გზას გაივლის, რა გზას გაატარებენ და სად აღმოჩნდება საბოლოოდ თანამდებობრივად. ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ ამ საკადრო გადაადგილებაში გასაკვირი არაფერია. ჟურნალისტის კითხვას ხომ არ ცდილობს ივანიშვილი სუსის სანდო ხალხს ჩააბაროს, შარმანაშვილი რიტორიკული კითხვით პასუხობს. ეხლა ვინც არის ის სანდო არ არის და თავისი არ არის თუ ის კანდიდატი.